დღეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბირთვული მასალის უკანონო შეძენა გავრცელების მცდელობისთვის დაკავებული უცხოეთის ორი მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელის. საუბარია სუსის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე, სადაც უწყების თანამშრომლებმა ბირთვული მასალის ურანის და რადიოაქტიური ნივთიერების ცეზიუმ 127-ის უკანონო შეძენის და გავრცელების მცდელობის ფაქტზე ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. უფრო მეც თემაზე ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ხატია დეტალებს ველით შენგან. მიმალვა მტკიცებულებათა განადგურება და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. სწორედ ეს გარემოებები დაასახელა პროკურატურამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც თურქეთის ორი მოქალაქის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ და სწორედ ამ არგუმენტებით პროკურატურამ მოითხოვა, რომ მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან პროკურორის განმარტებით იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის აღძრული საკმაოდ მძიმე მუხლით, რომელიც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულმა პირებმა თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში არის თანამშრომლობ გამოძიებასთან მიემალონ მას და მოწმეებზე მოახდინონ ზეგავლენა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბუნებრივია დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას, მათ მოითხოვეს, რომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა მოსამართლის თურქეთის ორივე მოქალაქე, თუმცა ალტერნატივის სახით ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლის შესთავაზა 5,000 ლარიანი გირაო, ასევე ადვოკატმა განაცხადა პროცესზე, რომ მისი დაცვის ქვეშ ყოფი პირი არის სამი შვილის მამა, მისი მეუღლე არის ორსულად, მუშაობს ის მშენებლობაზე და მისთვის გაუგებარია თუ როგორ შეიძლებოდა ქონოდა ბრალდებულ პირს ის თანხა, რომელსაც გამოძიება ასახელებს $3 მილიონ, რომელიც გამოძიების ვერსიით თურქეთის მოქალაქეს უნდა გადაეხათა ურანის შეძენის დროს, რადიოაქტიური ნივთიერების შეძენის დროს. ასევე ადვოკატმა განაცხადა, რომ არც ერთი დაკავებული პირი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ერთ-ერთი დაკავებული პირი კი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ ორივე პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით შემიძლია გითხრათ მარტო ის, რომ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს, არ სურს საერთოდ დეტალებზე საუბარი, შესაბამისად მისი პოზიციიდან გამომდინარე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით საქმის დეტალებთან დაკავშირებით. ბრალი წარედგინათ იცით გუშინ 19 თებერვალს 19:230 მოხდის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობას, კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ჩვენ დღესაც გავაჟღერეთ სასამართლოში და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ქმნის საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია, ის რომ არსებობდა საფრთხე ბრალდებულების მხრიდან მიმავლის და ახალი დანაშაულის ჩადენის და ორივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. აღნიშნული ნივთიერების შეძენის მიზანი იყო საქართველოსთან გატანა. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის როგორც მოწმეების ჩვენებები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც ნათლად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები დაინტერესებული იყვნენ რადიოაქტიული ნივთიერება, ურანისა და ცეზიუმის შეძენით. კონკრეტულ ადგილზე მისვლის შემდეგ მოხდა აღნიშნული ნივთიერების სპეციალური აპარატის მეშვეობით შემოწმება, რადგანაც დადასტურდა მისი ხარისხიანობა. შეთანხმების თანახმად აღნიშნული ნივთიერებები უნდა შეეძინათ $3 მილიონ და ეს თანხა უნდა გადახდილიყო კრიპტოვალუტის საშუალებით. საბოლოო დანიშნულების ადგილი მიმდინარეობს ასევე ამის თაობაზის გამოძიება, თუმცა საქართველოსთან უნდა გაიტანათ, რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვა, თუმცა რომელ ქვეყანაში უნდა მოხდარიყო საბოლოოდ, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება ამ დეტალების დასადგენად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 13 სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და დააკავა სულ 29 პირი, საიდანაც აღნიშნული ორი პირი თურქეთის მოქალაქე დააკავა ქუთაისში. როგორც გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, აღნიშნული პირები ცდილობდნენ და შეეძინათ რადიოაქტიული ნივთიერება, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად გამოიყენება. პროკურატურის ინფორმაციითვე სავარაუდოდ აღნიშნულ პირებს ეს ნივთიერება უნდა გაეტანას საქართველოს საზღვრებს გარეთ და ამ ნივთიერების შესაძენი თანხა $3 მილიონი იყო, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით კრიპტოვალუტის სახით უნდა გადახდილიყო. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი დღეს განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა დაკავებული პირის, რომ მისი დაცვის ქვეშ ყოფი პირი იმ დროს, როდესაც დააკავეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლება, ოქროს შესაძენად იყო წყალტუბოში წასული იმისთვის, რომ შეეძინა ოქრო და მოგვიანებით ის უკვე გაესხვისებინა თურქეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად ის კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ტიპის უკანონო გარიგებას. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.